მოგესალმებით. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. პირველ რიგში უნდა დავიწყო სამძიბრით, რომელიც მინდა გამოუცხადო მთელ საქართველოს, სოფელ საბერიოში გარდაცვლილი 5 მცირეწლოვანის გამო და გულწრფელად თქვა, რომ ეს უმძიმესი მოვლენა უკავშირდება მათ შორის იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოს ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე კონტროლი აღდგენილი არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში, როცა ბავშვების სიცოცხლეს უკავშირდება ამბავი, ამაზე უფრო მძიმე ვერაფერი ვერ იქნება ამ წუთში. ამიტომ კვლავ გავიმეორებ, რომ ჩემს გამოსვლას ვიწყებ სამძიმრის გამოცხადებით მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის. მთელი საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის. მეორე, მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ია კაუმა აქ ვიზიტს აუქმებს და არა გადადებს. მე მინდა რომ კორექტივები შევიტანო იმაში, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებით, ეს არ არის ვიზიტის გადადება, ეს არის ვიზიტის გაუქმება, ვინაიდან დათქმა, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს, უკავშირდება საქართველოში სიტუაციის ძირფესვიანად შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს. რეალურად ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა თუ ის რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც 40 დღეა უკვე დგას და აპროტესტებს საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტპატიმრების არსებობას. ბევრ სხვა რამესაც ამ ყველაფერთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში ამას. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, არის ახალი არჩევნები. ვინაიდან არჩევნები არის გაყალბებული და საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ. ქართველი ხალხის შემდგომ ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის დამსახურება. სამმა პროდასავლურმა კოალიციამ. ნომერი 4 კოალიცია ცვლილებისთვის, ნომერი 5 ნაციონალური მოძრაობა და მისი კოალიციური პარტნიორები და ნომერი 9 ლელო და მისი კოალიციური პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთოს, მის საპარლამენტო ასამბლეას და უთხრეთ, რომ ჩვენ უბრალოდ შეხვედრებს არ დავესწრებოდით, ვინაიდან არ მიგვაჩნია გამართლებულად ამ ვითარებაში საუბარი საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან, რომელიც არ წარმოადგენს ქართულ ხალხს. ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების იგივე შინაარსის მიმართვა. სამ პროდასავლურ ძალასთან ერთად ცალკე იყო უკვე მიმართვა კახარიას პარტიის, რაც დასაფასებელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის ერთიანობას ამგვარ საკითხებში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არა ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. ბუნებრივია ეს იქნებოდა შეცდომა, აქ ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და მათ ბელადს ბიძინა ივანიშვილს. ეს შეცდომა სამწუხაროდ დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ და საბედნიეროდ ეს შეცდომა არ განმეორდა ეუთოს შემთხვევაში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას, ქართველი ხალხის ამოცანაა ეს, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების. მე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ოპოზიციური პარტიები ამ მხრივ ზოგჯერ უსამართლოდ იჩაგრებიან, ჩვენ მუშაობთ გამალებით, რომ ეს არ მოხდეს, რომ ამგვარი ვიზიტები არ შედგეს და აქ ჩვენი წვლილი შეგვაქვს. რაც შეგვიძლია, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს.
მეორე საკითხი ასევე საერთაშორისო მიმართულებით არის ის, რომ კონგრესში უკვე შესულია საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული არაღიარების პოლიტიკის და ამგვარი აქტი მიღებული იქნა მხოლოდ 2020 წელს ბელორუსთან დაკავშირებით. მე გულისხმობ ჩვენს რეგიონს. ამით დასტურდება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითგამოცხადებული ხელისუფლება, მე ასე ვიტყოდი, რომელიც შედგება თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ დანიშნული არალეგიტიმური მთავრობის და არჩეული არალეგიტიმური მასხარა პრეზიდენტისგან ეს ხელისუფლება არ იქნეს აღიარებული უკვე კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც სავალდებულოა მთელი ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვის. მეორე მესამე ბოდიში მეგობარი აქტი, რომელიც მიღებული იქნება, უკვე ცხადია, რომ ის მიღებული იქნება, რომელიც მხარს უჭერს ქართულ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დავკარგეთ იმის გამო, რომ საქართველოში შედგა არჩევნები გაყალბებული შედეგით და ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენ ვკარგავთ უბიზო რეჟიმს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ამოღებულია სწორედ ამ არჩევნების არალეგიტიმურობის გამო მეგობარი აქტიდან და ასევე ვკარგავთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ასევე ამოღებულია მეგობარი აქტიდან ამ კონკრეტული არალეგიტიმური არჩევნების პარლამენტის მთავრობის და პრეზიდენტის გამო. ეს არის უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ისტორიული დანაკარგი, რომელიც ვერ აღდგება, ვიდრე ჩვენ არ აღვადგენთ საქართველოში დემოკრატიულ წყობილებას, ვიდრე არ გავუშვებთ ხელისუფლების უზურპატორებს მათ მიერ ხელში ჩაგდებული ხელისუფლებიდან, ვიდრე გაყალბებული არჩევნების შედეგები არ გადაიხედება ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრები არ გამოვლენ თავისუფლებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ მეგობარი აქტში ჩვენ ვხედავთ ჩინეთის, რუსეთის, ირანის გავლენების შესახებ ტექსტებს. ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულებულია არა მხოლოდ მისი კონკრეტული მტრის, არამედ დემოკრატიული სამყაროს მტრებთან თანამშრომლობაში და თქვენ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ვიზიტები გახსოვთ ჩინეთსა და ირანში და გულწრფელად გეტყვით, მე სულად დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ვიზიტები შეიძლება შედგეს რუსეთშიც, მაგალითად 9 მაისს თვითგამოცხადებული მასხარა პრეზიდენტის მიერ, აღლუმზე შეიძლება ის ვიხილოთ რუსეთში. მეგობარი აქტი ასევე მოითხოვს არჩევნების გამოძიებას და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ყველა იმ პირის მიმართ, ვინც არჩევნები გააყალბა და ასევე მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი, პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები აღწევენ იმას, რომ ყოველდღიურად საქართველოს დემოკრატიული წყობილების აღდგენის საკითხი მიიწევს წინ. კონსტიტუციური გადატრიალება, რომელიც დასრულდა ხელისუფლების უზურპაციით ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მიერ, ყოველდღიურად ნაკლებ უბრალოდ უფრო გაცილებით უფრო მეტ დაგმობას, გაცილებით უფრო ნაკლებ ხარდაჭერას და სერიოზულ პრობლემებს იქმნის საკუთარი თავისთვის, ოღონდ არა ქვეყნისთვის. ჩვენ მხედველობაში უნდა გქონდეს ის, რომ ქვეყანა ამ სანქციებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს დაედო და ლეგიტიმაციის ნულოვანი პოლიტიკით, ქვეყანა და ხალხი ჯერჯერობით არაფერს არ კარგავს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ვიდრე არ იქნება მნიშვნელოვანი და ძირეული ცვლილებები, ჩვენ პოზიტიური მიმართულებით სვლასაც ვერ შევძლებთ. და ძალიან საეჭვოა, რომ განვითარების რაიმე პერსპექტივა გქონდეს, თუ ასეთი ცვლილებები არ მოხდება, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში
ჩვენ ყველანი ხალხი, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის მთავარი მოთხოვნა. ამის შემდეგ მოდის პოლიტპატიმრების თავისუფლება და ყველაფერი დანარჩენი, რაც უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას, მათ შორის ეკონომიკური საკითხები. დიდი მადლობა, თუ რამე შეკითხვები გაქვთ. შეიძლება თქვენ ოპოზიციის სახელმწიფო საუბრობთ დამხმარებელს და მე მაინტერესებს ეს საზოგადოებასთან მიმართებაში ოპოზიციის მიდგომა კონკრეტულად კი როდესაც ეუბნებით საზოგადოებას რომ უნდა იდნენ ახლა ქუჩაში გამოხატულ პროტესტი და ვხედავთ რომ ოპოზიციის ნაწილი მაგალითად არ არის იქ მეტს ყველგანი ნაციონალისტური მაგალითად ისევერს უდრაუში ლევან ხაბეიშვილი საიზმერში ეს რამდენად სამართლიანი მიდგომა არის მაშინ როდესაც საზოგადოებას ეუბნებით რომ უნდა გამოვიდნენ აქციებზე და რიგი ოპოზიციის ნაწილი წევრები ამ დროს არ არიან მათ პირველ რიგში მე არ ვიცი ვინც ადისვენებს მე საზოგადოებისთვის არაფერი არ მომიწოდებია, საზოგადოება აქეთ მოგვიწოდებს, რომ ჩვენ გავიდეთ და გავდივართ მათი მოწოდების საფუძველზე სწორედ და არა პირიქით. რაც შეეხება ნათიას და ლევანს, მე არ მგონია, რომ მათ ვინმეს შეძახილი ჭირდებოდათ საქართველოს ინტერესების დაცვაში. პირდაპირ გეუბნებით. და თუ ადამიანი ახლა 2 დღით სადმე წავიდა, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა აქციებზე და რაღაცა 2 დღე დასჭირდა იმისთვის რომ მოვიდეს შესაბამის ფიზიკურ რაღაც განწყობაზე და შესაძლებლობები აღიდგინოს იმიტომ რომ გააგრძელოს აქციებში მონაწილეობა და საქართველოსთვის ბრძოლა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ლევანის და ნათიას დასაგმობად არ გამოვდგები, ნამდვილად შემიძლია გითხრათ. მე მინდა გითხრათ რომ შეიძლება არის ტრაგედიის პოლიტიზირება თქვენი აზრით აი რამე სწორია. რა არის პოლიტიზირება? მე რაც თქვის პოლიტიზირება იყო? მაგალითად თავარქე ჟურნალისტმა თავის ჩაფაში თქვა რომ არა ჩამქრალი შუქი და ეჭის ანთების საჭიროებაო ეს შეიძლება არ მომხდარიყო მაგალითად ასეთი რაღაც და ხელისუფლებისკენ ისრების რამდენად სწორია ამ ტრაგედიის პოლიტიზირება არასწორია პირდაპირ შემიძლია გითხრათ ამ ტრაგედიის ერთადერთი ამოხსნა არის რუსეთის ოკუპაცია ეს თუ პოლიტიზირებაა თქვენთვის, მაშინ იყოს პოლიტიზირება. ყველაფერი დანარჩენი ჩვენთვის არ არის ახსნა.